მოგესალმებით ეთერშია News Voice დღის მნიშვნელოვან ამბებს აფხაზეთის ხმის ჟურნალისტებთან ერთად სოფია მორაძე წარმოგიდგენთ. დაკარგული ჯარისკაცების მშობლები შიმშილობას იწყებენ და საჯარო სუიციდით იმუქრებიან. გაუჩინარების მე-15 დღეს თურქულმა მხარებს ზემნას შეწყვიტა და გემი გაიწვია. ბენზინს მოვიტან გადავისხამ და თქვენ დაგიძახებ რომ თქვენ წითავი დავიხრჩო. მეტი სათქმელი არა მაქვს შვილო. გალში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის მერვე წლისთავი აღნიშნეს და ქართველი ბავშვები აიძულეს ამ თარიღის გამო კონცერტი გაემართათ. Также на сцене выступили Ираклий Белава, Ника Шубикидзе, Нина Гергедава. ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოსკენ მოდიან, გზაშია საბრძოლო ტექნიკაც. არასასია მონოგზავნილი კრემლისთვის ვაშინგტონიდან არჩევნების ღრუბლზე. 16 აგვისტოს გონიოში სამხედრო წვრთნების დროს დაკარგული ორი სამხედროდან ერთ-ერთის იაგო შარაძის დედა უვადო შიმშილობას იწყებს. შესაბამისი განცხადება შარაძეებმა თურქული მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთეს. ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაკარგულების ძებნა განაგრძონ. ისინი საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ კვალის დაფარვის მიზნით ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს. იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, დაკარგულთა ოჯახის წევრები აქციებს აანონსებენ. ხედავ რომ გემი მიდის შვილო, ეს გემი რომ წავიდეს, მე დაღუპული ვარ უკვე, ვინ მომიძებნის შვილს, ვინ ცოცხალს ხوار ვითხოვ შვილო, ვითხოვ მკვდარშვილს, მე აქედან ფეხის გამდგმელი არა ვარ, ველოდები აჭარის თავრობის თავმჯდომარე იქნება თუ პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი იქნება თუ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იქნება, მოვიდნენ და მითხრან რომ ან ვერ ვნახე შენი შვილი და წადი სახლში, ან იმედი მომცენ რომ შენ შვილს გინახავ მკვდარს მაინც და საფლავი კონდესო და იტირესო. მე დღეიდან როგორც იაგო შარაძის დედა, არც ღიზით არც ხამით არ გავდივარ სანამ და შიმშილობას ვაცხადებ, უვადო შიმშილობას, სანამ მე შვილს ცხედარს არ ჩამავარებენ. თავიდან 2-3 დღე იყო, მოსული მოდიოდნენ კიდევაც ვითომ ყურადღებას გვაქცევდნენ, უბრალოდ წინა საარჩევნო საქმეს იკეთებდნენ. 2-3 დღის მერე შეჩერდა მთავრობიდანაც, ვისაც ეს საქმე ეხება იქიდანაც, ყველანაირი მოსვლა, ყველანაირი ყურადღება, არავინ ყურადღებას აღარ გვაქცევს. ერთადერთი გემის იმედზე ვიყავით, ისიც 7 დღე იმუშავა, რასაც ნამდვილად მუშაობა ქვია, მაგრამ ერთ ადგილას გაჩერებული, ისიც არ ვიცით მუშაობდა, ნამდვილად ეძებდა თუ არ ეძებდა. ფაქტია, რომ არ არის ნაპოვნი. იმაზე ვეჭვობ მე, რომ 3 დღისი უკან იყო და კაცი დაიხრჩო და მესამე დღეს ნახეს. გოგო დაიხრჩო და გონიოში გამოირყა და გონიოში ნახეს. 14-15 დღის უკან დაიხრჩო ხალხო ჩემი ძმა და მეორე და მათი არც სათვალეები, არც არაფერი არ ჩანს კვალი. ხომ შეიძლება კი არა, მე უკვე ვეჭვობ, აქ სხვა ამბავია. თუ მართლა სხვა ამბავი არ არის და თავისი სკამები არ ებრალებათ, კეთილინებონ, ჩამობრძანდნენ და ყურადღება მოაქცნენ და მითხრან, პასუხი, შენი ძმა მოვკალი და ვერ ვნახე და ჩვენ ასე ვთამაშობთ, ან ის არის რომ იყავით და გამოგიყვანთ. ერთი წლის შემდეგ ისევ საქართველოში ამჯერად უკვე წინა საარჩევნოდ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო ტექნიკა და სახელგანთქმული ამერიკული ფრონტის გემები ისევ ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდებიან. ერთობლივი სწავლება ფაქტობრივად რუსულ კავკას 2016-ს ემთხვევა. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები საქართველოს შარშან უკვე სტუმრობდნენ და სწავლება ერთ დროს რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ბაზიანის პოლიგონზე გამართეს. ამჯერად ისინი ბულგარეთიდან დაიძრნენ და ისევ საქართველოსკენ მოემართებიან. ნატოს ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები და ოფიცრები ქართველ სამხედროებთან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. ამჟამად ნატოს სწავლება წინა საარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ანუ პერიოდს, როცა რუსული პროპაგანდა ძალებს იკრებს. შესაბამისად, ნატოს ეს ნაბიჯი აღიქმება როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა აშკარად არასასიამოვნო გზავნილი კრემლისთვის. შარშან ბაზიანი სამხედრო ბაზაზე ორკვირიანი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაიმართა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ალფა ასეული, სამხედრო პოლიციის 20-ეული და სხვა დანაყოფები მონაწილეობდნენ. წელს კი ნატოს სწრაფი რეაგირების შავი ზღვის ფლოტი ქართველ მეზღვაურებთან ერთად სასწავლო წვრთნას ჩაატარებს. ეს წვრთნა ფაქტობრივად რუსული ფართომასშტაბიანი კავკას 2016-ის პარალელურად ტარდება.
26 აგვისტოს ოკუპირებულ გალხში ისევე როგორც აფხაზეთის სხვა ქალაქებში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის მერვე წლისთავი იზეიმეს. შეგახსენებთ აფხაზეთის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ბრძანებას ხელი დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში მოაწერა. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება 26 აგვისტოს მაინც აღნიშნავს. წელს კი წინა წლებისაგან განსხვავებით ზეიმში ოკუპირებული გალის რაიონით ჩართეს, რომელიც ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. ქართველი ბავშვები აიძულეს საზეიმო კონცერტში მიიღოთ მონაწილეობა, რომელიც გალის კულტურის სახლში გაიმართა. თემურ შტურვას წერილში ნახსენებ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და ძებნილად გამოცხადდა. აღკვეთ ღონისძიებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად იმსჯელა ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სამართალდამცავები ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უბნის ინსპექტორ თევზაძეს საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებისგან განმარტებებს ითხოვს სახალხო დამცველი. უჩან ანუაშვილი ვარაუდობს, რომ თევზაძეს მიმალვაში ეხმარებოდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩდება კითხვის ნიშნები, ხომ არ აფარებს ვინმე